ოლიგარქიული რეჟიმის სისასტიკესა და რეპრესიების სიმძიმეზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას სრული ინფორმაცია პირველ წყაროდან აქვს. გავლენიანი ინსტიტუციის წარმომადგენლები დღეს გლდანის ციხეში ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმრებს შეხვდნენ და დეტალურად გაეცნენ ყველა დაკავებულისა და ძალდობის მსხვერპლი დემონსტრანტის საქმეებს. ანდრო ჭიჭინაძისა და ზვიად ბოლქვაძისგან მიღებული ცნობები იმ ანგარიშში აისახება, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე წარადგენენ, სადაც ასევე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ევროსაბჭოში ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. დიახ, დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს მოუხდა იმის აღიარება, რომ კი ქვეყანაში ყავს რეჟიმის პატიმრები, პოლიტპატიმრები, რადგანაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები მივიდნენ გლდანის ციხეში და ისინი შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ოლიგარქის პირადი პატიმრები არიან და ციხეში გამოკეტილი ხავს არაფრის გამო, იმის გამო, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები მათთვის საფრთხეს წარმოადგენენ. დღეს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები შეხვდნენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და ზვიად ცეცხლაძეს, დაფიონის დამფუძნებელს. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, დეტალები იყო ასეთი, რომ ჯერ პირველ ეტაპზე იყო შეხვედრა ანდრო ჭიჭინაძესთან, მსახიობთან ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ ერთი ნახევარი საათის განმავლობაში ასევე საუბრობდნენ ზვიად ცეცხლაძესთან. მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია და როგორც ჩვენ ადვოკატი გვიყვება, მათი მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია არ უკავშირდებოდა მხოლოდ მათ კონკრეტულ საქმეებს, არამედ ზოგადად იმ საქმეებს უკავშირდებოდა, იმ ვითარებას უკავშირდებოდა, რომელიც დღეს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან არის შექმნილი და რამდენი პატიმარი ჰყავს დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში, სამშობლოს სიყვარულის გამო და იმის გამო, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დღეს ჩვენ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა გვითხრა, რომ ძალიან კარგად არიან პარტნიორები ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, დეტალურად იციან ყველა საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია და ის, რაც უთხრეს დღეს პოლიტპატიმრებმა თანამომხსენებლებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის, ეს ყველაფერი უკვე აისახება იმ სპეციალურ ანგარიშში, რომელსაც თანამომხსენებლები მოამზადებენ უახლოეს დღეებში და რომელსაც წარადგენენ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27 იანვრიდან იწყება. რაც აღავწერეთ, მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი იმისა, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, მაგრამ უკვე შევხვდებით ევროპაში, რომლის კენას იღწვის ქართველი ხალხი. როგორც იურიდიული ნაწილი განვიხილეთ, ასევე განვიხილეთ ფაქტობრივი მოცემულობა თვითონ მსახიობის მხრიდან, როგორიც არის და შეაფასა პროცესი, გამოიყენა იგივე სიტყვები, რაც პროცესზეც თქვა ანდრომ, რითაც აღფრთოვანდნენ მე ვიტყვი წარმომადგენლები და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საქმე, რომელიც მოხდება ამ ანგარიშში. კითხვები ისეთი იყო, რომ მე დამშდა განცდა, რომ ეს ადამიანები სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ მძიმე სურათს, რომელიც დღეს გვაქვს და აქცენტი ზუსტად იყო ერთ-ერთი გაკეთებული იმაზე, რატომ ვთვლით როგორც ადვოკატები, ასევე თავად ბრალდებულები, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს ახსნა ანდრომ საკუთარი მოსაზრება და ასევე მეც აუხსენი მათ როგორც იურიდიულ ნაწილში ამდენად შეიძლება ეს იყოს საფუძვლიანი. და დღეს დილიდან უნდა ითქვას ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა შეხვედრები დაიწყეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, ცალკე იყო შეხვედრები ყველა ძირითად ოპოზიციურ გაერთიანებებთან და პარტიებთან, შეხვედრები დაიწყეს მათ კოალიცია ცვლილებების ლიდერებთან, შემდეგ იყო ნაციონალური მოძრაობა, ლელოს წევრები და რა თქმა უნდა მთავარი თემა იყო ის, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, რამდენად მძიმე ვითარება არის საქართველოში შექმნილი და რა არის გამოსავალი. გამოსავალი რა თქმა უნდა არის ახალი არჩევნები და ის, რომ რეჟიმის პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება დღეს ოლიგარქიულ რეჟიმთან საუბარი, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს პოლიტიკური ლიდერები საუბრობდნენ საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან. შემდეგ უკვე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გაემგზავრნენ გიორგი გახარიას სახლში, რადგანაც გაგახსენებთ იმას, რომ ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე
გადაალადეს ოლიგარქის დეპუტატებმა და ამის გამო გიორგი გახარიასთვის ექიმის რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ის უნდა იყოს სახლში რამდენიმე დღით, თუმცა ის აქტიურად მუშაობას განაგრძობს და სწორედ გიორგი გახარიას სახლში იყო ეს შეხვედრა. Რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ასევე გიორგი გახარიამ და მისმა თანაგუნდელებმაც იმაზე, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და მისი მთავარი გზავნილის და მთავარი ნათქვამიც იყო ის, რომ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები და სტრატეგიულმა პარტნიორებმაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, თუმცა გიორგი გახარიას თანაგუნდელები დღეს გვიყვებოდნენ, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ის პრობლემები და ის კრიზისი, რაც ქვეყანაში არის, რომ ეს ყველაფერი შექმნილი არის სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან და რომ ამ პრობლემების გადაჭრას ახალი არჩევნები ჭირდება. საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის რა ზომებს მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ, საუბარი იყო წამების ფაქტებზე, საუბარი იყო იმაზე, რამდენად უმოქმედო არის პოლიცია და მისი კადრები არსებობს, როდესაც ჩანს, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, რაც დაორგანიზებული ტიფუშკები და პოლიცია სრულად უმოქმედოა, საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როგორც განვითარდა მოვლენები, არც ერთი არც პოლიციელი და არც ტიფუშკა დასჯილი არ არის და საერთოდ არაფერი არ არის გამოძიებული. აინტერესებდათ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ჩვენ მოვუყევით იგივე, რასაც თქვენთან აწყობით ყოველდღიურ რეჟიმში. აინტერესებთ პროტესტი როგორ გაგრძელდება, ახსენეთ, რომ პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ხალხი რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე. Კონდეს სწორედ ამაზე საუბარი, რატო არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. Კონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ინფორმაცია აქვს ყოვლის მომცველი, ფაქტია, რომ მათ შორის ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და ყოველ დღე ემატება, ასე ვთქვათ, იმ ჩამონათვალს პრობლემების, რაც ქვეყანაში არის, ახალი ფაქტები, ძალადობის იქნება ეს თუ სხვა. მათ აქვს სრული ინფორმაცია ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიში აისახება ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი. ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტ საქართველოში ამ მიზნებისთვის იყენებს და ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან. თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. შეხვედრაზე რა თქმა უნდა განხილვის მთავარი საკითხი საგანი იყო საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ზოგადად საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის საკითხი. თავად გიორგი გახარიასთან დაკავშირებით და ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ისინი უკვე კარგად იყვნენ ინფორმირებულები, ზოგადად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და ალბათ ნახავდით კიდევაც არნახული მხარდაჭერა უწყვეტი, არნახული არ წყდება ეს ნაკადი მხარდაჭერისა. პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს ივანიშვილი და მიშვილის რეჟიმი ერთ-ერთი რაზეც დგას არის პროპაგანდა. ისინი ამას იაზრებენ და შესაბამისად ყველა ჯერზე ეს არ არის ხო პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მის განმარტება, ყველა ჯერზე განმარტავენ, რომ ისინი არ არიან აქ და მათ მანდატი არ მოიცავს ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა დღეს ამ შეხვედრებით უკვე დაასრულეს საქართველოში ვიზიტი და ისინი უკვე დაბრუნდებიან სტრასბურგში და დაიწერება ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება არის ადამიანის უფლებების კუთხით, პოლიტიკური კრიზისი რომ არის ქვეყანაში და სამართლებრივი კრიზისი რომ არის და რა თქმა უნდა ისინი თავიანთ სათქმოს სწორედ აი ამ ანგარიშში იტყვიან მათი მხრიდან ახლა თბილისში ყოფნის დროს განცხადება არ გაკეთებულა და საქართველოს საკითხზე უკვე
უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე 27 იანვარს იქნება მსჯელობა და კიდევ ერთი საკითხი აი მსჯელობას და დებატებს, რასაც შეიძლება დაემატოს, არის ის, რომ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლებს ევროსაბჭოში უფლებამოსილებას შეუწყდეთ და მათი არაღიარების პროცესიც დაიწყოს იქ. და უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რა ხდება უკვე ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მომდევნო კვირას დებატები, პოლიტიკური დებატები გაიმართება, ამას უკვე ადასტურებს ევროპარლამენტის პრესსამსახური და სწორედ საუბარი იქნება იმაზე, კრიზისი როგორ უნდა გადაიჭრას და ასევე არაღიარების პროცესთან დაკავშირებით ქართული ოცნების. ის, რომ არაღიარების პროცესი დღეს დაწყებულია ევროპის მხრიდან და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, ამას ეხმაურება ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი, ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე. ეს არის ის გზავნილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა, რომელიც გაგახსენებთ იმას, რომ როგორც მეგობარი აქტის, ასევე ქართული კოშმარის არაღიარების აქტის ავტორია და ეს ორივე კანონპროექტი ამ დროისთვის უკვე კონგრესში არის დარეგისტრირებული.